ბათუმში ორთაჯამეს მეჩეთის რეკონსტრუქცია იწყება. ქალაქის ცენტრალურ მეჩეთში განთავსებული რეზიდენციისა და რელიგიური სასწავლებლისთვის სახელმწიფომ ორი შენობა გამოყო. რეკონსტრუქციის მთავარი მიზანი გამოთავისუფლებული ტერიტორიის ხარჯზე სამლოცველო ფართობის გაზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქართველ მუსლიმთა კავშირმა და მრევლის ნაწილმა ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის უგულვებყოფად შეაფასა. საკითხს დღეს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გამოეხმაურნენ, სადაც აცხადებენ, რომ ორთაჯამეს მეჩეთის რეკონსტრუქცია რესტავრაციის თხოვნით პრემიერ-მინისტრ 2014 წელს დასავლეთ საქართველოს სამუფრომ და მუსლიმმა მრევლმა მიმართა. ბათუმის ცენტრალური მეჩეთის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიღებულია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 1866 წელს აგებული ორთაჯამეს ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს. რეკონსტრუქციის მთავარი მიზანია სამლოცველოს ფართობის გაზრდა ისე, რომ ძეგლის ისტორიული სახე არ დაიკარგოს. რემონტი არ გაკეთებია დიდი ხანი აძეგს და შიგნიდან მძიმე მდგომარეობაშია, მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც იქნება ამაში და გარდა ამისა შიდა სივრცის რეკონსტრუქცია იგეგმება ისე, რომ მთლიანი პარტია ათვისებული იქნება მრევლის მიერ. მეჩეთის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება ქართველ მუსლიმთა კავშირმა და მრევლის ნაწილმა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის უგულვებელყოფად შეაფასა. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ და სამუფრომ გადაწყვეტილება ისე მიიღეს მრევლის ინტერესებისათვის ანგარიში არ გაუწევიათ. სადღესასწაულო და პარასკევის ლოცვების დროს მეჩეთი მორწმუნეებს ვერ იტევს, რის გამოც რიტუალი მიმდებარე ქუჩებში სრულდება. რამდენიმე წელია მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას სწორედ ამ მიზეზით ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ რეკონსტრუქცია პრობლემას ვერ გადაჭრის. ჩვენ გვაქვს შეიძლება რომ გავაკეთოთ ახალი ჯამე, ახალი მეჩეთის მიწები და გამოგო. ამას ხო სტავრობა 10 წელია. სახელმწიფო ძალიან სერიოზულ ჩიხში შედის, თოდადრო თითქოს შეიძინა რაღაცა ტერიტორია, თითქოს ფიქრობს რაღაცა უნდა გააკეთოს, მაგრამ რეალურად ის რაც საზოგადოებისგან მოდის, ან არ უნდათ გაიგონოს სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლება. ან კიდე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გადადონ ის საკითხი ბათუმში მეჩეთი არ აშენდეს. რაც ქვია, ჩიხშია შესული, ეს რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. რეალობა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით ის არის, რომ სახელმწიფო დასავლეთ საქართველოს სამუფროსა და მუსლიმი თემის სურვილს ასრულებს, რომელთაც პრემიერ-მინისტრ 2014 წელს ბათუმში მოქმედი ორთაჯამეს რეკონსტრუქცია რესტავრაციისა და მოწყობის თხოვნით მიმართეს. სახელმწიფოსგან ეს თხოვნა სრულდება და დაწყებულია პროცედურა. დაახლოებით 500-600 კადრული ფართობის მომატებაზეა საუბარი. იქ გარკვეული კაფე-ბარები, რესტორნები, ჩაის ხანები და ვალუტის გადამოხსნელი პუნქტებია. არ არის პატარა რაოდენობა და ასე ვთქვათ, კარგი პროექტის შედგენაში დიდი ალბათობის მიხედვით საკმაოდ დიდი ფართობის რაოდენობა იქნება, რაც დიდი ალბათობის მიხედვით მერწმუნეთ მოგცემს ბევრი პრობლემის მოგვარების საშუალებას ადგილობრივი მუსლიმი მრევლისათვის. მუსლიმმა თემმა სახელმწიფოსაგან უკვე მიიღო ორი ახალი შენობა, რომელშიც რეზიდენცია და რელიგიური სასწავლებელი განთავსდება. საქართველოს მუფთის მოადგილეც თვლის, რომ ეს შენობები არსებულ მეჩეთში ოთახების გამოთავისუფლების საშუალებას იძლევა, რის ხარჯზეც სამლოცველოს ფართობი გაიზრდება. შეიქმნება საკმაოდ ფართი და იმედი გვაქვს, რომ ეს აღმოჩნდება საკმარისი, თუ არ აღმოჩნდა საკმარისი, კვლავ მიმართავთ შესაბამისობებს იმისათვის, რომ ლოცველებს მიეცეთ შესაბამისად ნორმალური ლოცვის საშუალება. სამუფროში აცხადებენ, რომ მეჩეთის რეკონსტრუქციის პროექტს მუსლიმ მორწმუნეებს საჯაროდ გააცნობენ და მათ მოთხოვნებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ. ქართველ მუსლიმთა კავშირი კი ახალი მეჩეთის აგების თაობაზე გამოკითხვის ჩატარებას და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.